მე ვარ ნათია ოზბეთელაშვილი 17 წლის. ვცხოვრობ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ დედოფლის წყაროში. მიყვარს ცეკვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. თავისუფალი დრო ჩვეულებრივ არ მაქვს, იმიტომ რომ ვარ აბიტურიენტი. მაგრამ ბოლო 2 წელია გატაცებული ვარ თექის ხელობის შესწავლით. ვაკეთებ მე თვითონაც აქსესუარები არის საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, თმისაბნევები. და ჩემი გაკეთებული აქსესუარები ჩემს გარშემოყოფებს ძალიან ხშირად მოსწონთ. აქსესუარების უმეტესობა გაჩუქებული მაქვს. დღეს სკოლის დარბაზში დავნახე ორი გოგონა, დები გურაშვილები, რომელთაც ჩემი ყურადღება მიიპყრეს თმის ფერით და სევდიანი თვალებით. ნათიამ ჩემ დროს თმის სამაგრები აჩუქა და გამიხარდა, მე თავიდან მოიხსნა და მეც მეც. მეც დამკვირდა რომ გაგიკეთებ და მოგცემო. ამის შემდეგ უკვე გამიჩნდა აზრი თუ რატომ არ შეიძლება ამ ბავშვებმა ისწავლონ თექა. ცოტა ხანში სკოლაში მე მქონდა პატარა კუთხე, სადაც სკოლის მოსწავლეებს ვასწავლიდი უფასოდ თექას. ნათიას თმის სამაგრები ძალიან მომწონს. მეც ისეთები მინდა რომ გავაკეთო და მე სხვებს ვაჩუქო. თექის სწავლების პროცესში გამიჩნდა ახალი იდეა. რატომ არ შეიძლება სხვა ანალოგიური წრეებით შექმნილიყო? პირველად როდესაც ნათია მოვიდა ჩემთან და გამასწრო თავის სურვილი რომ შექმნა ბანაკი, სადაც ბავშვები დაისვენებდნენ ასევე ისწავლიდნენ, ძალიან დამაინტერესა. შევქმნით ეგრეთ წოდებული დღის ბანაკი, რომელსაც თვითონ ბავშვებმა ოცნების ბანაკი უწოდეს. არც მეგონა თუ ამდენი მოხალისე გამოჩნდებოდა და შაბათ-კვირას სკოლაში მოვიდოდნენ რომ ბავშვებს დახმარებოდნენ. ვისაც რაში ჰქონდა გამოცდილება, იმის წრეები შევქმნით. ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე წრე: სპორტული, თექის, ხატვის, ცეკვის, ლიტერატურული. ადრე სულ გარდახეტილობდი, მაგრამ როდესაც ეს ბანაკი გამოვიდა, ახლა სულ ბანაკში მოვდივარ და იქ ვერთო. ბანაკში ვარჯიშობთ, გვაჭმევენ, კიდეც სკეჩებს ვდგავთ. ერთ წელი მაქვს შაბათ-კვირა, როდის მოვა. არის მხიარული და ამავე დროს შემეცნებითი ტრენინგები. ოცნების ბანაკის მონაწილე ბავშვები არიან სხვადასხვა ასაკის, ამიტომ ჯგუფები არის ასაკის მიხედვით გაყოფილი. აქ ჩვენ ბანაკში იყო გარკვეული ჯგუფის ბავშვები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული რისკის ჯგუფის ბავშვებს ეძახოდნენ სკოლაში. პედაგოგების დამოკიდებულება და მოსწავლეების დამოკიდებულება ყოველთვის იყო ნეგატიური მათ მიმართ. და თითქოს იქნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი იყვნენ გარიყულები. ბევრმა თავისი ფარული ნიჭი გამოავლინა. ახლა უკვე სხვანაირად უყურებ მაგ ბავშვებს, უყურებ როგორც ნიჭიერ ბავშვებს და როგორც უნარიან ბავშვებს. ბავშვები 9 საათიდან 6 საათამდე ბანაკში არიან, ამიტომ ამდენი ხანი შიურობი ხომ არ იქნებიან. არის ორჯერადი კვება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ დავუკვეთოთ ვინმეს, ამიტომაც ჩვენ ჩვენი ხელით ვუმზადებთ ბავშვებს საჭმელს. საჭმელი როგორც ყოველთვის ნათიას სახლში სამზარეულოში კეთდება. როცა დედოფლის წყაროში გამოვიდი და ხელში გვიჭიას ქვაბები ან რამე სრუჭელი, უკვე ხვდებიან რომ რისთვის კეთდება და სად მიდივარ და ჩვენც ძალიან გვიამაყება, როცა ჩვენზე სულ კარგს ლაპარაკობენ. მართალია არ ვართ გამოცდილი მზარეულები, თუმცა რაც შეგვიძლია ვაკეთებ მოსწონთ ბავშვებს, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები არიან, ძალიან შეათ ხოლმე. ბანაკის აქტივისტი ბავშვები მონაწილე ბავშვებისთვის აკეთებენ სხვადასხვა შეჯიბრებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ინტელექტუალურ შეჯიბრებებს. ძალიან სასაცილო იყო ბავშვების მიერ ექსპრომტად დადგმული სკეჩი, რომლის მომზადებაშიც უფროსი კლასელები საერთოდ არ დახმარებიან. წაიშალა ეს ზღვარი კარგ მოსწავლესა და ცუდ მოსწავლეებს. ჩვენ ბავშვებს იმის საშუალება მივეცით, რომ ისინი არ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ყოფილიყვნენ, არამედ უბრალოდ ყოფილიყვნენ ბავშვები, ადამიანები. და სხვებისთვის დაგვენახებინა, რომ მხოლოდ კარგად სწავლა არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ადამიანი ხარ. თელმა დედოფლის წყარო გაიგო რა ხდება ჩვენს ბანაკში. სხვა სკოლიდან მოდიან ბავშვები და გვეუბნებიან, რომ ჩვენს გავიკეთეთ ეგეთი რამე ჩვენ სკოლაში, მაგრამ თავისუფლად შეუძლია თვითონვე გააკეთონ ეს. მე მგონი ჩვენ ის შევძელით, რომ ეს ბავშვები ეხლა სულ სხვაგვარად უყურებენ ცხოვრებას, საკუთარ მომავალზე უკვე ფიქრობენ და თუნდაც გაუჩნდათ ის გრძნობა, რომ იცი თუ კი სხვა შეუძლია, მეც შემიძლია და მე მგონი ეს მართლა ძალიან კარგია. სკეჩებს როდესაც დგამდით, ვიკრავდნენ ტაერს. მართალია ეს ჩვენი კლასელები იყვნენ, მაგრამ ჩვენთვის რაღაც დიდი რაღაც იყო ეს პატრე საქმე კი არა.
ამ პროექტის განხორციელებამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ბანკის ხელშეწყობით შევძელით. მათ მოეწონათ ჩემი იდეა და ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა მოგცეს. ახალგაზრდულ ბანკთან მუშაობის დროს შევიძინეთ ისეთი უნარჩვევები, რაც საშუალებას მოგცემს უფრო მეტი სასიკეთო საქმე ვაკეთოთ. ძალიან ბევრი რამე ვისწავლოთ მათგან და ვცდილობთ ეს ცოდნა და უნარჩვევები სხვასაც გავუზიაროთ. საერთოდ ბევრი სასიკეთო იდეა განხორციელდა დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ბანკის ხელშეწყობით. გამოცოცხლეთ ჩვენი პატარა ქალაქი, გააქტიურდნენ ახალგაზრდები, რაც ყველა თაობის ცხოვრებისათვის სასიამოვნოა. ასეთი აქტიური ცხოვრება დედოფლისწყაროში არც მახსოვს. როცა ამ ბავშვებს უყურებ, შეგიჩნდება სურვილი უსასყიდლოდ დაეხმაროს ხვებს და რომ მცირე თანხითაც შეიძლება დიდი და სასიკეთო საქმის კეთება. საერთოდ ძალიან მაოცებენ ეს ბავშვები. რა მოძრავებთ მათ? ისინი არ ელიან რაიმე სახის მატერიალურ ანაზღაურებას, რაც რაიმე პრივილეგიას. ისინი უბრალოდ ცდილობენ გამოხატოთ საკუთარი თავი და აიხდინონ თავიანთი ოცნებები. მე ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. იყო აქტიური მოხალისე და უანგაროდ აკეთო სხვისთვის სასარგებლო საქმე. ეს ნამდვილად საამაყოა.